ისრაელის ავიაიერიშის შემდეგ ბეირუთის სამხრეთ რაიონში მაშველები და ადგილობრივები ნანგრევებში დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ. დანგრეულ ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 სუდანის მოქალაქე და 15 წლის გოგო. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი. ლიბანის ცნობით, ისრაელმა იერიში გაფრთხილების გარეშე მიიტანა. ადგილობრივების თქმით, იმ ადგილზე, სადაც ახლა ნანგრევებია, ადრე 3 საცხოვრებელი შენობა იდგა. ეს რომ ვნახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამყაროს დასასრული დადგა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც თქვენ ხედავთ. აქ აღარაფერია დარჩენილი გარდა შენობებისა, რომლებიც მთლიანად ოჯახებითა და ღარიბი ადამიანებით იყო სავსე. აქ სხვა არავინ იყო. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კვირას ბეირუთში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, თუმცა რაიონში ჩატარებულ ოპერაციაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. ბოლო მონაცემებით, ლიბანში კონფლიქტს უკვე 1400-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლე მსხვერპლა. იზოლებით გადაადგილებულია მილიონზე მეტი ადამიანი. ამავდროულად, ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს 11 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.